თეკლა ყავა მოგეწონა. თეკლა, ნუ ის ჩაფიქრდიელე რაზე? პატაზე. პატაზე? ხო, პატაზე, ელენე ვერ გავერკვე, ხან ძალიან საყვარელია, ხან ძალიან შემაწუხებელი. ხო, თეკლა, ხანდახან ისეთი რამეებია ცვია, შენ კი არა, მთელი ქალაქი წუხდება. რა ვიცი, იცი რა, ხან ძალიან მომწონს, ხან საერთოდ არა. ეგ იცი რატო თეკლა? გააჩნია რომელი პროფილით დგას. იცი საერთოდ რა არის იცი ელენე, მე საერთოდ შავგრემალი ბიჭები არ მომწონს. მე უფრო მომწონს ქერათნიანი, ცისფერთვალება, მაღალი, ათლეტური აღნაგობა. თეკლა მე ვიცი შენ რა უნდა ქნა. აი პარიზში რო ვიყავი და მიჭირდა რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ხო მივდიოდი ხოლმე მეგობრებთან ერთად დისკოტეკაზე, ნიცაში, ან ზღვაზე მარსელში, ან კურშაველში სათხილავ. იქ ყოველთვის ზუსტ გადაწყვეტილებას ვიღებდი. კარგი, ელენე, მე რა ვქნა, ქობულეთში წავიდე დისკოტეკაზე თუ ხულოში სათხილავ. წავიდე დისკოტეკაზე, გავერთობით ბიცეპად და მე ყველაფერს სხვა თვალით შეხედავ. ხოჩაღ ელენე, ხოჩაღ რა კარგი, ესე იგი დღეს მივიდეთ თანამდე ხანი არ ყოფილა დისკოტეკაზე, ესე იგი წავედი. თეკლა? მე? ხო. კარგი ხარ. გარეთ მზეა და იგი ხარია? ხო. ეს ზაფხულში დასაბმელი გვეყოლება. ისაუსმებ? არა, ვისაუზმე უკვე. ხო გემრიელი იყო. კი, ძალიან ელენე. ეს მასწავლე სხვათა შორის პარიზში. ესე იგი, მაგას იცი რა ინგრედიენტები ჭირდება? ელენე, მოდი, ნუ ჩამოთვლი, ჯობია არ ვიცოდე. ლაშერზე არ გვაქვს? ზე აღარ, ხო, დილით იყო პროფესორი შემოსული. ხო. თავის იაპონურ ყვავილს დაუსხა. რა? ზე ყვავილს? ხო, ელენე, რა გჭირს შენ? წუხე მთელი ღამე უახველებ და არ გესმოდა? მეტა რომ საათზე იღვიძებს ეს პატარა. ისე კაი ჩაის კი დაალევდა კაცი რა. ნატი, შენ ჩემი ახალი ჩუსტები ხო არის სად არის? ესენია შენი ახალი ჩუსტები? ხო, რატი ეგენია, ხო, ეგენი. მაშინ არ ყოფილა რა. ისა ბატა, ელექტროჩაიდანი არ მუშაობს? რა ვიცი, მუშაობს. მე მგონი არ მუშაობს ბატა, მიდი ნახე. მიდი. რატი რა მუშაობს და რა კარგია. მარე ჩაისაც დავლევ რა. შენც დალიე თუ გინდა. დავლევ რატი ხო და საერთოდ თუ მინდა დავლევ რატი კი არ მერედება რა იყო ვერ გავიგე. რა არის ბატა, ცუდ ხასიათზე ხარ? არა. მე ხო არ გაწენიე რამე ბატა? არა. ხო არ წუხდები, ჩემი აქ ყოფნით, ჰა? არა. აუ. ის ანეკდოტი იცი? არა. შენ არ დალევ ჩაის?
რაღაც გათანტული მეჩვენები პაატა რა. აი ძალიან დაბნეული ხარ, არჩის ვერ გავიგე. რაღაცაზე ნერვიულობ და არ მეუნები. მითხარი რა. თეკლაზე ხო პაატა? თეკლაზე ხო? რა ჩამოგიყრია ყურები, რა მოგივიდა პაატა, კარგი რა. რა ყურები ჩამომიყრია? თუ ეგეც იგავს. ეს რაღაცას გეტყვი რა. ისა შეიძლება? ო, გისმენთ. საერთოდ ქალებზე არ უნდა ინერვიულო პაატა რა. აი ჩემ შემთხვევაში მაგალითად პირიქით არის ყველაფერი, ქალები ნერვიულობენ ჩემზე. ნუ ეგ როგორ? ნუ ეს ისე რთული ამბავი არ არის, აი ჩვენ შემთხვევაში ახლა შენც რა პრინციპში და მეც ისეთი არაფერი არ აქვს რომ ქალები გიждდებოდნენ ჩვენზე. არც ბევრი ფული, არც სამსახური, არც მაგარი მანქანა. მეთანხმები? კი, მაგრამ რატი მომისმინე ხარ? მაგარი მარჯვენა პროფილი რომ აქ არაფერია? მომიცმინე. ერთ რამეს გეტყვი, ქალები არასდროს არ უყურებენ მამაკაც პროფილზე რა. ვიცი რა ტყუილად ტყუილად მაქვს? კი. რა კი? ტყუილად გაქვს პაატა. აქ მთავარია ტვინი აამუშავო, ტვინი ყველაზე მაგარია სამსახურზეც და მანქანაზეც. ნუ აი, მაგალითად აი პაატა. აი, ეს არის გოგო. ადექი. მოჭი ჭამას. ადექი მოდი და გაიცანი. ავიცნო? ხო, მიდი. მიდი მანახე. კარგი რატი? მიდი. აბა? პაატა ყურელი. აი? არაფერი პაატა. რა არაფერი, რატი ამას ვიცნობ? მამას ხო არ დაურეკავს? მამამ დაარეკა, ერთ საათში მოვა. გაგოცილებს თუ არ იმეცადინებს, სათევზაოდ ვერ წახო. როგორ ნამეცადინები მაქვს? ქართული ნახჭა. მართლა? აბა ისტორია ჩამაბარე. ჩაგაბარებდი, მაგრამ აქ სალია. იცი რა, მიდი ლაშაბიძიას ჩააბარე. ხორადა, კი მამა. აჰა. გავიგე. ლაშაბიძია, დედა საჯირო რომ მე ვიცი შენ რამდენი წლის ხარ და ხო ვიცი? ხო. კი, იცი ეფიჭო დამაცა ტელეფონზე ლაპარაკ. რა, გიხოცები უცხოა. ეფიჭო. იცი სელენა, იცი რა გინდა ეხლა? მე არაფერი არ მინდა. მე ის მინდა რომ იმეცადინოს და წავიდე სათევზაოდ და კიდევ ის მინდა რომ მათემატიკის მასწავლებელმა არ დამირეკოს და არ მითხრას. წილადები დავიწყეთ და ნიკა ჩამორჩაო. ხო. იცი რატო ჩამორჩი? რატო? მე მინდა რომ გამოვიდე არქეოლოგი. ვიპოვო განძი, ესა, ისა. ხოდა არ ჭირდება ეს წილადები. კარგი, ესე იგი არქეოლოგი, ხო? კარგი. მაშინ ისტორია ჩამაბარე. არქეოლოგია კი საინტერესოა და კარგი, მაგრამ ექიმობა ხო არ მეცადად თქო. აი, ლაშაბიძია ექიმია თან, აი მეც ექიმი გამოვალ. ოღონდ სამსახურიანი ექიმი. რაო ლაშაბიძია რაო? რაო და ლაშაბიძია წამოყვას მე და მამა სათევზაოდ. თან დედაც უფრო შვიდად იქნებაო. კარგი რა ელენე რა, სათევზაოდ სასიარულო ძალიან ამდენი საქმე მაგ რა. ხო, აბა ლაშა ამდენი საქმე გაქვს შენ ახლა ტელევიზორთან უნდა დაჯდე პულტი აიღო. არა, მაგდენიც არა მაგ, ნიკა პულტი მომაწოდე. ელენე რა არის ახლა ახლა დამირეკა ნოდარმა. ჩემმა ნოდარმა დამირეკა რაღაც სამსახურის თაობაზე რაღაც შეხვედრა უნდა მოკლედ შეხვედრა მაგამ ნოდართან სამსახურის თაობაზე. მინდა რომ იცოდე რომ ნოდართან მივდივარ შესახვედრა. რა ვიცი მე რამე ტრეფინგი სვერპლი არ აღმოჩნია რაღაცა მე. აი ისა ნიკა, იცოდე მამა არ გააბრაზო. დინარესთან ახლოს არ მიხვიდე და ჭიებს ხელი არ მოკიდო. კარგი, მაშინ დედა ჩავალ მამასთან. გამოვართმე ბანკეს. ამოვალ და ჩემი ოთახიდან მithებზავე. ნიკა, მომისმინე, ოქროს თევზი თუ დაიჭირე თქვენ, სამივე სული რაღაც სისულელებში არ დახარჯო. ხო, ერთი ჩემ სამსახურზე თუ თხარი რა. ნიკა რა არის, ხა თუ პირდაპირ ასე ვერ თხოვ.
იქნებ ვინმე სიცნობდეს სადმე გაიდი ან რაღაცა რომ ხო ხდები ხლა რა ვარიანტია თქო ლაშა ესე იგი სამსახურზე ნოდარის და თევზის იმედად ხარ ხო? კი მაგრამ რა არიცი ოქროს თევზი უფრო რეალური მგონია კარგი მაგას თავი დავარებოთ ეხლა წარმოიდგინე რომ მე ვარ გოგო ხო მოდი და გამიცანი კარგი თამამა აბარა თამამა თო შეგი გოგო ხარ გამარჯობა მე პაატა ვარ გოგონი მე პაატა ვარ გოგონი ვიც რატი უზრდელი გოგო ხარ თუ ცოტა იფიქრე პაატა რაღაც ისეთი უნდა მითხრა რომ დამაინტერესოს რა დაგაინტერესოს ხო ეგრე მითხარი რატი ესე იგი დაგაინტერესოს ესე იგი დაგაინტერესოს კარგი მე სარაკი გაიგე პუტინ მარადვა აქ არაფერი არ გამოვა პაატა გაანებე ყველაფერს თავი ესე გავაკეთოთ მე და შენ დღეს წავიდეთ კლუბში ხო მაგარია ხო ბევრი გოგოები კარგი რატი წავიდეთ აი თქვათ მივედით კლუბში ეხლა და ძალიან ბევრი მაგარი გოგო ხო მე ვდგავარ ბართან და ამ დროს შენ შემოდიხარ გადი იგი შემოდივარ დათხარ ხო კარგი მე შემოდივარ შენ გავარ ბართან კარგი მოვდივარ წამოვიდა პაატა კარგი მოდის პაატა ფიქსე რომ აღარასოდეს აღარ გაივლი ესე გეფიქსები აღარ გავივლი ესე მაგრამ მაშინ გითხარი როგორ გავიარო მოდით გომას მაინც გასწავლე კარგი გამიდე ჩაღუნე მარცხენა მუხლი ჩავტე ხო და ენა დადე უკანა კბილზე როდის გითხარი თქო? კედელს რომ მიამსხვრე მაგის ბრალია. კიდე კარგი ტელეფონი გქონია, კარგად გესმის. და? კიდე მიამსხვრე? რაც კიდე ისქენი არ მაინტერესებს. ალო. აი თქვენი ჩაი მივთით. უბრალოდ ჩვენ ჩაი არ შევიკვეთავს. უკაცრავად. აბა. თქვენ მითხარით ჩაი? თქვენ? ხო, ვინ მითხრა ჩაი მინდა? ხო, გავახსენდა, დედაჩება მითხრა სახლში. უკაცრავად. ჩვენ მოვიფიქრეთ და შევუკვეთავთ ხოლმე. გისმენთ? ესე იგი ჯერ 2 ლუდი და ჩიფსი. დანარჩენებს ხვევით რომ მოვლენ მე შევუკვეთავთ. ხვევით უნდა მოვიდნენ? კი. კარგი, მაშინ ბარემ ისინიც მოვიდნენ და ერთად შევუკვეთოთ. აქეთ კითხვა არ ვივლი. პოზიტივ ასაკენ გენაცვალე დამაგვიანდა? მას არ მოსულა ჯე? არა. სად არის ერთი ჯი ამდენი ხანი, კაცო, მე მეგონა მე დავაგვიანებდა, თურმე სიმასაც აქვს. კაი. რაიცის ეს ამ ხალხმა რომ დააგვიანებს და გალოდინებენ ამდენი ხანი. ხოდა დამაგვიანდა, დიდხანს მელოდე? მაგა დიდხანს გენაცვალე და რაღაც ცოტა ნახევარი საათია მოვხდილოდი. რას ლაპარაკობ? ეს დაგვიანება არაფერი, თავარი იქ არ დაგვაგვიანდეს. ის საქმეზე მოგიყვანე მე შემდგე სალაპარაკო. კარგი, შევუკვეთავ რამეს? არა, მადლობთან. კარგი, ხო, კარგი. აბა რა რა საქმეა? ესე იგი, ლაშა გენაცვალე. ხო. ახალი კლინიკა იხსნება და ხაჭაპურ შევწა მე. და ვერ გავიგე გენაცვალე შეუკვეთე ხაჭაპური მოვიტანო შევჭამო რომ მოგიყვე ამბავი ახალ კლინიკასთან დაგარჩინები ხო ისა თათია ეცეთ შეიძლება თათია კი იწოცხლე ხაჭაპური მალე იქნება
ახალი არა და გუშინ წინდელი კი? კარგი დაველოდებით. გუშინ წინდელს? რატო გუშინ წინდელს? ისა. ალო? ვისი ტელეფონიდან მირეკავ? არ მაინტერესებს. 3 წუთი გაქვს რომ ამიხსნა. გისმენ? ისა. ახალ ხაჭაპურს დაველოდები. ახალ ხაჭაპურს. მოკლედ, ბაშა გენაცალი, ახალი კლინიკა იხსება და რო იცოდე ვიზე გავედი გაგისტე. აჰა. ბიჭა, ახალი კლინიკა იხსნება და ვიზე გახვედ იმაზე? არა, დირექტორზე გავედი, ხომ თვად იმაზე, ჯერ ვერ გავედი, მაგრამ იმასთან გასვლა თუ გახდა საჭირო, აუცილებლად გავალ. ბებიამისი და ბებიაჩემი ერთად ისვენებდნენ ცეფში, აწყვონოს ბებიაჩემი ხმეთმა, კონკანსირში მუშაობდა და საგზურებს ურიგებდნენ. ისე იცნობენ, რომ გადასარევად. კარგი გავიგე, რაღაცა კლინიკაზე მიყვებოდი, აბა გააგზელება. მოკლედ, იმ კლინიკის დირექტორი მოვა ეხლა ჩვენთან და ჩვენ უნდა ვანახოთ ჩვენი CV თუ რაოდენ წარმატებული ადამიანები ვართ. ჩვენ საქმეში მე იმისთან CV გავამზადე, ფაც გახეთქანს გენაცვალე და შენც უნდა იღონო რაღაცა მოამზადო, აი. ეს არის შენ. ბიჭო, 2005-2008 წლებში მოღვაწეობდი პროფესორ ელგუჯე ჯანელიძესთან, კაბინეტის უფროსთან. უფროსად. ისწავლი პიროვნება. პროფესორ ჯანელიძეს ყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, 3 შვილი, პირველი ქორწინებიდან და ერთიც მეორე ქორწინებით. მეორე ისე გააკეთა და მე იჯულებული გახდა, რომ 2009 წელს წამლების დაკარგვის საქმეში ქეთევან ორაგველიძის გვარიც ფიგურირებდა, რაზეც ეჭვი პირველმა მე მივიტანე. ვერ მიხდა კაციშვილი ბაიბურში არ იყო, მე რო თქვი რომ ეგ იქნება, თუ ამ ხამერე წაიფეთქა. ორაგველიძე ქეთევან. ისე ნოდა, ისე ეს CV უშიშროებაში რო შეგეგზავნა არ იქნება. მიტანილი. არის. თუ განერვიულებს შენ. ეხლა თავარია რომ იმ კაცს ვაჩვენოთ ჩვენი პროფესიონალიზმი, მე უთხარი უკვე რომ თქვენს გარდა ბატონო გვეხვეწება რიგივი დგას კლინიკის დირექტორების არა ჩვენთან მობწანდი, არა ჩვენთან მობწანდი. მართლა დაიჯერა მე? ახლა დაიჯერა თუ არ დაიჯერა არ ვიცი, მაგრამ ჩვენსაც უნდა ვეცადოთ. ჩვენი კითხე შეგაჭირებულა უმუშევარი და უკაპიკო ხარტორები, ორი კაპიკი კი მაქვს შავი დღისთვის გადანახული და რაღაცას ვიზავდა იმისთანაც ზამთარი გველოდება წინ რა გვიეშველება არ ვიცი, მაგრამ ამაზე უღურეში რა უნდა ზამთარი იყოს. ეს ჩემი ახალი მეზობელია, მსახიობია, ფრიდონ შვანგირაც. მე ბეზიზღება თეატრი ბოლომდე არა ვარ ამ სპექტაკლზე გაჩერებული. თეატრი რა. უკაცრავად სექტემბრის მერე რემონტი ხომ არ გაგიკეთებიათ? კარგით, მადლობა. ნახვამდის. ელენე, სადარეკე? იმ კლუბში დავრეკე, წასვლასადაც ვაპირებ. იქ არის ლურჯი კედლები. ხო და შესაბამისად ხო უნდა ჩავიცვათ, არა? ტანსაცმელის მაკიაჟიც უნდა შეურჩიოთ. ხო, იჟები ხო. ხო. თეკლა რა სიცმე? ელენე, ერთი რაც ზუსტად ვიცი, შენი ჟაკეტი უნდა ჩავიცვა. და მე რა ჩავიცვა? შენ ჩემი ჩაიცვი. ეს? ხო, ისა. ელენე, ძალიან ლამაზი ჟაკეტია, ელენე. თან ნახე როგორი ვარდები აქვს, ფოთლებიც გქონია, ელენე. თან ისეთი ჟაკეტია, წარმოიდი, ყველაფერს მოუხდება. მე მგონი არავის არ აქვს ესეთი. მეტამე მეცვას. კარგი თეკლა, კარგი. ამას ჩავთ. ოღონდ გახსოვდეს რომ პარიზიდან ჩამოვიტანე და გაუფრთხილდი, კარგი? ხო, შენც გაუფრთხილდი, ჩემო მეგობარმა ჩამომიტანა პარიზიდან. კარგი, ეხლა იცი რას ვიზავ, სხვათან საცმელს გამოვიტან და ამარჩევინე. კარგი, ოღონდ ყველაფერს ერთად ნუ გამოიტან, ელენე, 1-2 გამოიტანე და იქიდან ავარჩიოთ. თეკლა. აბა რომელი ჩავიცვა? ეს შარვალი და პერანგი თუ ეს პერანგი? მე თუ მკითხავ, ელენე, იცი რა არის? ეს პერანგი ამას არ უხდება, არა და ეს შარვალი წელზე კარგად მაქვს. მაშინ ეს პერანგი და იცი რა, ეხო ვიცი არა ჩემი თავის ამბავი, იმ კლუბში რო წავალ, მე ვიტყვი ნეტავი ეს შარვალი ჩამოცვა და ეს პერანგი თქვი, იმიტომ რომ ეს შარვალი წელზე ისე კარგად მაქვს, თეკლა რომ რა საკეთებ? ელენე, ეს შეიძლება ეს სველია და და შენ იცი რომელი საყურეები გაიკეთე, მე რომ გაჩუქე. შენ რომ აჩუქე? რა დაკარგე? ორივე კი არა.
მე კი არ დავკარგე. ეთყობა სადმე ისეთ ადგილას დავდე და არ მახსოვს აი უჯრაში ან თაროზე ან სადმე ქუჩაში. ისა ელენე რა კარგია რომ მივდივარ. რა კარგია ხო ძალიან. ისა რა ქვია თანამდე ხანი არ ყოფილა. გახსოვს ბოლოს რო ვიყავით რამდენი დავლიეთ. აბა თეკლა. და მეორე დღეს რაც უნდა ვიყავი. შენი ყავი მე არ დამილევია თეკლა მე ვიტყვებოდი ვითომ სხვადი და ესე ვიჭყალებოდი. გამარჯობა. გამარჯობა. გოგო ჩურჩხელები მოგიტანეთ. ჩემი მითხრა. კი, აბა ხაწონდე სულ წამს ხოლმე და მე მეც დამავიწყდა. ვეღარ ვიპოვე და რაღაცას ვეძებდი შემთხვევით არ მოვაჩინე, არ გაომხილებით, არ მომკლავს ერთი და წეცა მოგიგე. დიდი მადლობა, რატომ წუხდებოდი? სადმე მიდიხართ ელენე? ყავას დაგიხავ. უი არა, დილით რო ჩამოვდიოდი პურზე, სადარბაზოში შემხვდა სტურუების რძალი. დედა გადამეკიდა, წამოდი ჩვენთან ყავა დავლიოთო და ძალით შევედი, რა მექნა. ხოდები ხო იცი მაგათი ლევანი რა ბიჭია, ხო სამუშაოს? მერიაში. აბა რა, ხო და მე უთხარდი რაღაცა მჭირდება მეთქი და რა სამოფონო და ყველაფერს გაგიკეთებოდა ის პატარა. რა ბიჭი ის პატარა ვიღა ნუნდეი და პურზე არ ჩახვიდეთ მე ჩავა და საერთოდ ყოველთვის მე გაგეგზავნები. დედა ზურა იცი რა მითხრა ზურამ დარჩი ჩვენთან იყავი ნუნდეი და გადაგითავ ტელევიზორს რომ ახსენს გინდა და უყურე ჩვენთან ერთად სერიალს და გადავიდო დარჩეკი და სამი ჭიქა ყავა დალე და სადმე მიდიხარ ელენე? ერთი წუთით დაგტოვებ. კარგი. ელენე მითხრა რომ სადღაც მივდივართო და მე ხა სხვა გიშით წავალ თუ არა ნუნდეი და აბა კლუბში რა გვინდა დაღამებამდე. ვაიმე კლუბში მიდიხარ? ხო აბა რა გინდა დაღამებამდე. საბერძნეთში ყოფილი ერთი მაგარი კლუბი ჩემი ინდირა დადის თუ მე ხშირად როცა მეცადინო არ აქვს ისე მაშინ. კარგი ახალგაზრდები ხართ ელენე უნდა წახვიდეთ აბარა კლუბში გაერთოთ. ხო აბა რა სხვა შორის მეც გასართობად მოვედი ვიფიქრე მეც გავერთობი და გოგოების გაერთობიან მეთქი. იცი რა ვქნათ გოგოებო? ეხლა გამოვაცხოთ ბლინები. მე ჩაუტანოთ ჩემ ემზარის ხოჭი რა ენა აქვს დაждდება მოგუყება კუკურის შესახებ. კუკური ხოჭი რო თამაშობს ხოლმე ჩემი ემზარი ნაცნო თამაშება სხვადასხვა სულ აგებინებს იმიტომ რომ გულის სტიმულატორი აქვს და არ შეიძლება იმის ნერვიულობა და აბა გამიწყობენ. ხალბატონო სხვა დროს რომ იყოს ვერ მოვასწრებ. აი მე რას ვერ მოვასწრებ? აგერარი მიქსერი აქვე ნახე კვერცხის გაქვს არაჟანი ძრძე ყველაფერი ქონია და რა უნდა ამის გაკეთებოდა. თავის მოწედა დაგიარა. თავს არ დაგვანებებთ და თან წავიყვანოთ. ნუნუ კლუბში? ხო რა. ვერთობით გოგოები? მოგესალმები, სალამი. გამარჯობა ლაშა როგორ ხარ? კარგად. არ მითხრათ ეს რო ცოცხალი ფრიდონ შვანგირაცია. მოგესალმები, საპრომოციო. რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე არტისტი შვანგირაძე ფრიდხიცანი. დავძალე. ნოდარ მგელაძე, ნიჭიერი ხალხისა და ზოგადად თეატრის დიდი თაყვანისმცემელი თქვენის თამადობით რასაკვირველი. ბატონი ნოდარი თუ რას წარმოადგენს და ვინ არის? აი აქცენტია და შეგიძლიათ იხილოთ. ჩემთვის ცალსახად ნათელია ყველაფერი. თქვენისთანა ხალხი. და თქვენით საზრდოობს თეატრი. რა არის მსახიობისთვის მთავარი? ფული? არა. ჯილდო? არა. აღიარება? არა. აღიარება გვასწავლე. აღიარებაა ჩვენი საზრდო. იცით რა, თქვენნაირ ადამიანებთან ასეთი სუფრა ჩემთვის მიუღებელია. გოგონი, მოდი ჩემთან, მოდი გენაც, მოდი ჩემი გოგო, ჩაიწერე მან. ზეგი. კეჟერა ფხალი, ყველი სასოფტი, წნილი სასოფტი, კუპატი, კარგი ბატონო. ახლა აქ ბარია, გესმინდა ახლა. ყავა და ასეთი სულ რაღაცას თუ შეუკვეთავთ თორემა. იყოს ყავა, 3 ყავა მოგვიტანე. აჰა. 3 ყავა.
ისერი მაქვს გაციებული ძარბი მაქვს დაკინული ლაშა არაჩვეულებრივი იდეა მომივიდა თავში ბატონო ფრიდონ თქვენ როდესმე კლინიკის დირექტორის როლი თუ შეგისრულებიათ კლინიკის დირექტორის არა მე როგორც ვიცი მაგრამ ყოყოჩებში თამაშობდა პედიატრს ნოდარ ეხლა შენ ყოყოჩები არ გახსოვს ნოდარ მის შესრულებული პედიატრი იყო არ მიყოჩების მეტი რა მახსოვს ზეპირად ვიცი თელი ყოყოჩების შეგენარება რა დაგავიწყებს არა კარგ სპექტაკლს ჩემო ნოდარ რა დაგავიწყებს ვაგლახ ერშალო ვაგლახ რომ სამი დაუნდობელია მარადიულია სამი მარადიულია მაგრამ ბატონო ფრიდონ თქვენზე არის დამოკიდებული ჩვენი სამსახურის ბედი და უბედობა თქვენი ჭირიმე არ გამოგწვათ იცერი უარი არ გითხრათ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე და თქვენ რა რასვარ გადააწყვეტინებთ ადამიანს რას ვაკეთებთ თუნდაც არ ვიცი აი ნახე ალბათო როგორ გავერთობთ რა არის იცი ბოლოს ფუნიკულიორზე რომ ვიყავი და ჩარლსტონი რომ ვიცეკვე მის მე აღარ ვიცეკვია თუმცა ვიტყუები ჩემი მაზლის ქორწილში ჩემ მულს რომ წამოვაცვი ხელზე ბრილიანტის ბეჭედი მაგის ღირსი კი არ იყო არც ეგ დავთავისი მოდგმა მაგრამ რა უყო ჩემ ემზარს მოდი ემზარს ვეტყვი რომ ვითომ მივდივარ დათლუხში მკერავთან ხო არ გაიგოს და თქვენ არაფერი არ უთხრათ არა როგორ გულაც ლაპარაკობთ ნახავდის რა არის იცი აი ემზარი რაღაცნაირი ისეთია გულაცრუებული თორე წამოსულიყო ჩემთან ერთად მუხს მაინც გაშლიდა სხვათა შორის მაგისმა ცეკვა მომხიბლა დამიგნელა თვალები რომ გაშალა მკლავები და გადმოხტა და დამაცხრა ქორივით ამ პატარა ციცილასავით გოგოს პირველ კურსზე ყველაზე წვრილი წელი მქონდა მე სოციალს. კარგად. რა არის იცი გოგოებო, ჩემი ძალიან ძვირი იქნება სასმე და ჩემ გაკეთებულ ლიქიორს წამოვიდო საშობაოს და დავლიოთ. სადღაც გადაუმალებ, აი მე კი არ მახსოვს. ვიპოვი. ბატონ ფრიდონ, ვითომ თქვენ ხართ კლინიკის დირექტორი და თქვენი აყვანა გინდათ სამსახურში. ანუ კონკურენტი ხართ რა, კონკურენტი ხო ხდება. ვაცადე, ვაშა, არ არის ასე მარტივად ეს ყველაფერი. თუისით, ის პიროვნება, ვინც უნდა მოვიდეს, ხელოვნების მოტფიალე ხომ არ არის. არ მგონია. მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. რომ მიცნოს, აი ცოცხალი მაგალითი. იქნებ გრინიან, ულვაში ხომ არ გავა. არ არის საჭირო. არა საჭირო ეხლა სად ნახავდა ეხლა სად ეკნებოდა იმ ადამიანს დრო რომ სპექტაკლებზე ამხელა კლინიკას აშენებდა კაცი აი ახლა ამ ხნის მსახიობი ვარ არტისტული ადამიანი მიხვრა მოხრაზე არ მისმოს თქვენი სპექტაკლის მერე ვინ იფიქრებდა რომ თქვენ მართლა ყოყოჩში აბრძანდებით ცხოვრებაში ყოყოჩებში პედიატრს გულისხმობდა ხო ჩემო კარგო იცი რა ვიფიქრე აბა თეთრი ხალათი ხომ არ ჩავიცვა ქართულ საუბარში რუსული სიტყვები ხომ არ გაურიო რუსული მედიცინა მაინც მოწინავე იყო ყოველთვის ასე ვთქვათ ფლაგმანი რა სიტყვით არ ამგონია რომ საჭირო იყოს აი წეღანაც ხო გითხარით მე ვფიქრობ რომ აი უბრალო კლინიკის დირექტორი რო იყოთ ესე იგი ასეთი რთული როლი ასეთ მცირე დროში ექიმი უშანგი კარგია არა ექიმი უშანგი ყალბია უშანგი არმჯერ არც მე არმჯერ თემური ექიმი არა კარგი გადაწნა მოკლედ შევთან ესე იგი ასეთი დროში ასეთი რთული და ასეთი როლი მაგრამ არა უშავს ფრიდონ შვანგელაძეს ქონია მსგავსი შემთხვევები მართლა დიახ საგარეჯოს მოზარდ მაყურებელთა თეატრში ბებე სამუშიას კრუხის კამარაში
ერთი საოცრად კარგი ბიჭი თამაშობდა ამ სტოლას. ერთ დღეს ნაბახუსევზე ცუდად შეიქმნა. 1 საათი დაადრე სპექტაკლის დაწყებამდე, ჩემი საგრიმიუროს კარი შემოაღო ჩვენი თეატრის დირექტორმა. თრიტონ! დაბალი კაცი იყო, ასე წვრილი ხმა ჰქონდა. ადგილობელი საგარეჯველი. უდამიშველო. იქნები მწტოვარი. რა თქმა უნდა, იმ დღეს ყველაფერმა შესანიშნავად შეიარა. აბა რა იქნება? თრიტონ! იქნები კლინიკის დირექტორი. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გასრობა. განვიხილავთ თქვენ საკითხს და დადებითი პასუხის შემთხვევაში შემოგეხმიანებით ბატონებო. თავად ბატონო და ბრძენო პიროვნება. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ სხვა შემოთავაზებებიც გვაქვს და სხვა კლინიკის დირექტორებიც ელოდებიან ჩვენგან პასუხს ჩემგან და მისგან. გასაგებია, მაგრამ იცით მე მიჭირს ასე უცებ გადაწყვეტილებების მიღება და არა ეგეც კი არის კი. უკაცრავად ჰოი საოცრება ჩემთვის ფრიად სასიამოვნოა თქვენისთანა განათლებული და პროფესიონალი ხალხის ხილვა. მოგესალმებით შემოლაშა. მოგესალმებით. სალამი. რესპუბლიკის დამსახურებული ალალი ექიმი კლინიკის დირექტორი თემურ მსხილაძე ჩემო ბატონო. სასიამოვნოა ოთარ ქორქია, ასევე კლინიკის დირექტორი. შესანიშნავია. ისიც ერთ-ერთი მათგანია ჩვენგან რო პასუხსელის კლინიკის დირექტორია. საიდან მოხდით ეგიმო ჩვენთან? აქ საიდან მოხდით? ანანასის შესაძმელად შემოვალ. ანანასი ხომ ასაძლოებს და სიცოცხლით ავსებს ჩვენს ორგანიზმს. დავიბენი უცებ ასე დროს ტაშს ველოდები ხოლმე და პაუზა გავაკეთე. რომელი კლინიკის დირექტორი ბრძანებით? 1979 წლიდან 1985 წლამდე გაყოლით ოზურგეთის საავადმყოფოს ექიმი. 85 წლიდან ჩემო ბატონო საგარეჯოს მოზარდთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ახლა კი გახლავართ ბორჯომის ახლად გახსნილი კლინიკის დირექტორი. რა კარგია რომ გაგიცანით, მაგრამ აქამდე რატომ არ შეხვედრივართ ერთმანეთს მიკვირს? აქამდე მე მოსკოვში ვსწავლობდი. კი, რას ლაპარაკობთ? მეც მოსკოვში ვსწავლობდი. რომელ წლებში სწავლობდით მოსკოვში? კარგი წლები იყო. სპეციალობა? ადრე პედიატრი ვიყავი, ახლა მაიზერახლებიანი ვარ. სპექტაკლიდან თქვა ფრაზა თემურმა ექიმმა. ხო, ძალიან უყვარს თეატრი გიждდება. გიждდება თეატრი. ჩვენი პროფესიის სირთულეებს თეატრი და პოეზია მაძლევინებს ჩემო ბატონო. შენი წამალი ჩემთვის ბარდნება. შენი წამალი ჩემთვის შხამია. რადგან მზის ხივით ნამი არ თბებ. რადგან საათი 4 წამია. სულ რაღაც 4. ბიჭებო რაკენით რაიმე გადაწყვეტილება მიიღეთ ჩვენი საუბრის შედეგად. ჩვენ სხვა შემოთავაზებაც გვაქვს და ეხა პროცესში ვართ, ფიქრობთ, ყალიბდები. კი, რას მეუბნები? ბატონო ოთარ, ესე იგი თქვენს გინდათ ეს ხალხი აიყვანოთ და თქვენთან ისეთ ვერ დაგიწყოთ ბატონო ოთარ. ნამდვილად ვერ დაგიწყოთ. დიდი ბოდიში, მაგრამ გამორიცხულია. მე შემიძლია ხვალ გითხრათ პასუხი. იცით რა, ხვალამდე რატომ გადავდოთ? მე შემიძლია დღესვე მოაზერო. დღესვეო და მეც რატომ გადავდოთ? ხვალ
ვიცით მაპატით უხერხულად გამომივიდა. მოდით ასე მოვიქცეთ. ერთი მე წავიყვან. ერთი თქვენ წაიყვანეთ. მე მაწყობს მოვდივარ. ერთი წუთი ძალიან გთხოვ. მოდით ახლა ისეთ შეცდომას, ფატალურ შეცდომას უნდა უჩვენოთ, როგორც ხვიჩა და გოჩა შემთხვევაში. მართალი ხარ შემოლაშა. მართალი ხარ შენ, მართალი. მე შემიძლია თქვენი ხელფასი 3000 ლარამდე გავზარდო. პლუს ბონუსები. იცით ხელფასები ჩვენთან ცოტა უფრო მაღალია. მე 4000 მქონდა გათვალისწინებული. ბატონო თემურ, იცით რა, ჩვენ გადავწყვიტეთ ბატონ ოთართან თანამშრომლობა ასე რომ და სამწუხაროა. ბატონო ოთართან ნული გადაწყვეტილება მიიღო. ნული. შედეგი. 5000 და ჩამოვარჩვათ ხელი ერთმანეთს. რა გაიწყო? უკაცრავად. არა პოლიტიკურად გამომივიდა. თუ კარგად ძალდებოდა ორივე თქვენი იყოს ჩემო ბატონო. არა ის გამომივიდა. უკაცრავად. ბატონო ვაინი მე ახლა მე ბატონო ფრიდო მიბწადით ეხა აქედან და ბიზზე გამოგიძახებთ ბატონო ხელფასის გაზრდას ვცდილობთ მხოლოდ და მხოლოდ პირველმა ნაწილმა ჩემმა მსახიობმა ოსტატობამ ასე ვთქვათ კარგი შედეგი მიჩვენა და ვიფიქრე რომ მაგრამ მეორე ნაწილი ფინალი სრული კრახი იყო მე ამ კრახს ვერ გადავიტან თემური ექიმო თათია გეხვეწები დამალევინე რამე რა შენა ყველას ისმობს საერთოდ? კი. ო, საერთაშორის შენც უკვე ყველა გიცნობს. ვიცი, ეგ რანაირად, აბა? აბა ესპერანგივის დაავიწყდება ბიჭი. რატი აუცილებელია ესე ვიდგე, ჰა? დაიღო? არაფერი, კუნთი გამეჭიმა და მუხლით ყასუნობდა, დავიდგე რა, ხო? რა მოგივიდა? არ ვიცი, რა. იცი სიბრალია ეს ყველაფერი? რომ არასწორად აკეთებ, ბატა, არასწორად. აი გაჩვენე, რომ მიდა ერთი წუთი დაჯექი არ მინდა ვიცი, რატი თავარი თქომა ხო არ არის ახლა, რას მე ლაპარაკი, თავარი არის საუბარი. ლაპარაკი კიდე ვიცი, ხო ვისწავლე. კაი, ისწავლე არა ის. გინდა დაგენიზლავ. რაზე და ნებისმიერ გოგოსთან დავჯდები, დაუწყებ ლაპარაკს და თვითონ დაპატიჟებ საცეკვაოდ. მოდი ნებისმიერი არ გინდა. შენ რომელი გოგოს მოგეწონება, იმასთან მიდი. კი ბატონო, აი გეუბნები. ნებისმიერ გოგოსთან დავჯდები, ჩემ მჭერმეტყოლებით გავაბრუნებ და მეცეკვება. ეუბნები თვითონ დაპატიჟებ. მაგაზე დაგენიზლავები. თუ შენ მოიგე მე ერთი თვის ქირას დაგიმატე. თუ მე მოვიგე ერთი თვის ქირას აღარ გადაგიქრე. 350 რატი და მომისმე კი ბატონო. მაშინ აირჩიე ნებისმიერი გოგო. არა, ნებისმიერი არ გინდა მეთქი, ვინც მოგეწონება, ნებისმიერთან მიდი, ვინც მოგეწონება. კარგი, მაშინ ნებისმიერი არა, ვინც პირველი შემოვა. იყოს ეგრე? ეს პირველი არა. დაფიქრდი, ნუ იჩქარე. არ ჩქარო, ბრატი. ვინც პირველი შემოვა, იმასთან მივა. და თვითონ დამბაძებს საცეკვაოდ. გეუბნები, ვინც პირველი მოვა. კარგი, კარგად ნახოთ. რა თქვით ვის პირველის ვის მომეწონება ხო პირველი არა შენ აჩქარდი უკვე და ეხლა იჩქარე მიდი ბაათარებულა რა მოგივიდა მიდი ისა ხატი რა არ შემიძლია ეხლა გამიგე რა რატი წავაგი რატი არა შანსი არა რატი ხო რა მოგივიდა ჩემ ოთახს გაძლევ რა ქვია კიდე მეორე ოთახს გიმატებ და მე კი რა გინდა ეხლა ვერ გავიგე არა კარგი რა რატი გამიგე რა მე ჩემ ემზარებს თავზე ვერ გადავაკტები რა Yaptı da ramşalak ez muzika tamgeçti da. Twin takahart bile. Uy kalbaton. Gogor gardebiste. Esa kena kagina kalbaton. Bavshit gamokay, marto khor gamomshi. Ხო, ბავშვი ის მარტო როგორ გამოშვება ესე ის მოდი.
როგორ შემოგაგწროთ ხარ ხოლმე გამაგიჟეთ როგორ შემოგაგწროთ გამაგიჟეთ რა ხდება? არაფერი ერთო ვიცი ჩვენ კითხვით მე კი ეს ვეღარ რატო პარა? არაფერი თეკლა რა კარგად გამოიყურები თეკლა პატა 350 კარგი თეკლა კარგად გამოიყურები მაგრამ აბა ქალბატონი ნუნუკა სილამაზე შეედრება რამე ქალბატონი ნუნუკა ვარი პატა რაღაცა ცუდად ხომ არა ხარ არა ქალბატონი ნუნუკა რა ცუდად თუ არა დღეს რამ შვენიურად გამოიყურებით ქალბატონო ნუნუ და შეცაგატკია ხო თავის მუსიკა მას შეიძლება ცოტა რო ჩაუწიო დაანადგილდა რა ვისი კონიაკის პენი შოქიოს აღარხანია თქვენ გოგონი ერთი ვისკი მომიტანეთ თუ შეიძლება რა და დედა გასწრა სპიტია ერთი თქო ორმაგი იყოს თუ შეიძლება ხო? ხო, ორმაგი არა, ერთმაგი იყოს. კარგი ცოტა მოკლედ ცოტა რა. ხო. როგორ შენ იმას რა ქვია რა პატას რა დაემარ ქალბატონ ნუნუკას ეკრანჯება დალე და მეს ფოტოების წვენს და არაც მოგიდა კი ეკლავე და ნუნუს ეკრანჯება თეკლა შეკიდე ამბობდი თბილისურ კლუბებში არაფერი იყიდებაო რა გინერენი მაგარი წვილი არა შეხედე ნახე ყველა მაგას უყურებს მიხდი პატა გაეჭვიანებს შენ და ფრიდონი პატა და ნუნუ კარგი რა კარგი რა დავადი ვიცეკოთ არა აი ხოთი რაღაცა უცნაური ბიჭია ეს პატა გუშინ მე პრანჭებოდა დღეს კიდე აი თეკლა იმიტომ რომ შენ და ნუნუს ძალიან ბევრი კაცი საერთო ო აი შენ ძალიან გამხდარი ხარ ნუნუ ძალიან სრული ხო აი სიტყვა ძალიან არის საერთო როგორ გამომართვი? მადლობა. ნურია. აი მე რა დამალევინე რატი? გული ძალიან ძვალი ვარ. თეკლა. დავწერი, შეკლა ყველა. აი მე რა კარგია. თეკლა, მოიცა. ეგ მოხლის წვენი არაყი არ მომიტანია ჯერ. თეკლა, იცი გახსოვდეს რომ ჩემი ჟაკეტი გაცვია, ძალიანაც ნუ მოინდომა. ხო, შენც გახსოვდეს ელენე. კარგი. ხო და აი ესია ქალბატონო ნუნუკა. და ეგრე უთხრა პუტინმა. იცი პიპა და ადექია ხა და მასე ამ თითისტოლა გოგემატო გოუნა მაჯო ადექია. ეგრე რა ქალბატონო ნუნუ, ეგრე რა ქალბატონო ნუნუ, ეგრე რა ადექია ისიქიო ხარ. Estaba tormozado. Me traí roja y para me. როგორ ხარ? ხوار დასვალდი. მართლა, ჩემი ჭკვიანი ბიჭი, რა დაიჭირეთე? ვაიმე, ნიკა ბაკაკი არ მომიყვანს სახში, თორე გავგიჟდები იცოდ. არ მინდა მამასთან ლაპარაკო, არ დამალაპარაკო მეთქი, ნიკა, ხოზურა. ხوار გაბრაზებს. 2.800-იანი ქაშაყი, არ გადამრიო. შენ ბავშვს მიხედე მან. ელენე, აი, შენი ჟაკეტი. თეკლა რამ ხوار გაუფუჭე? არა, რა უნდა ამ ლაქას ამოყვანას ელენე? აი, ხუთში ამოიყო ამით. მართლა. კარგი რა თეკლა, ნუ კარგი რა. არაფერს აღარ გათხოვებს, საერთოდ და არც შენი ტანსაცმელი არ მინდა. აი აიღეს ჟაკეტი, აი აიღეს ნემსი და ძაფი და არც ის დააკერე, არც ისე არ გამიხვევი. რა?